წარმოიდგინე გემები, რომლებსაც შეუძლიათ ათასობით ტონა ნავთობის, ფოლადის და სხვა უზარმაზარი ტვირთის გადატანა. არსებობს საკრუიზო გემებიც, რომლებიც შუა ზღვაში მცურავ ქალაქებს გვანან და სპეციალურად შექმნილი გემები, რომლებსაც მთელი ნავთობის პლატფორმის აწევა შეუძლიათ, თითქოს გიგანტური ამწია წყლის ზედაპირზე. მაგრამ კითხვა ასეთია, როგორ ახერხებენ ისინი სტაბილურად დარჩენას ყველაზე სახიფათო ოკეანეებშიც კი? მაგრამ სანამ ამას განვიხილავთ, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ არხი. ეს ჩვენთვის, კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. ეხლა კი დავიწყოთ. ნომერი 15. Pioneering Spirit. Pioneering Spirit არის გემი, რომელიც უნიკალურია სხვა ყველა საზღვაო ხომალდთან შედარებით. ეს არ გავს იმ ჩვეულებრივ გემებს, რომლებსაც ვხედავთ და რომლებიც შექმნილია ნავთობის ან სხვა ტვირთის გადასატანად. ამის ნაცვლად ის შექმნილია უფრო სპეციალური ამოცანისთვის, რასაც სხვები ვერ ასრულებენ. მისი მიზანია ზღვაში უზარმაზარი პლატფორმების აწევა და მოხსნა, ამასთანავე კი ზღვის ფსკერზე ძალიან გრძელი მილსადენების განთავსებაც. ამასობაში თუ ამ გემის ზომას შევაფასებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ძალიან ფართო და ძალიან გრძელი. მისი სიგრძე აღემატება 382 მეტრს, ხოლო სიგანე აღწევს 124 მეტრს. შედარებისთვის ის უფრო ფართოა ვიდრე ამერიკული ფეხბურთის მოედანი და კიდევ უფრო დიდია ვიდრე 2 Boeing 747-ის ფრთა ერთად. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ფართო გემი იყო, რაც კი ოდესმე აუშენებიათ. მისი მშენებლობა 2016 წელს დასრულდა სამხრეთ კორეაში და მას შემდეგ ის გამოიყენება ზღვის უზარმაზარ პროექტებში. მაგრამ ეს გემი მხოლოდ იმისთვის არ აშენებულა, რომ მისი ზომა და მასშტაბი ეჩვენებინათ. ის ძალიან იშვიათი დანიშნულებისთვის დააპროექტეს. და ეს მიზანი იყო მთელი ზღვაში არსებული ნავთობის პლატფორმის ზედანაწილის მოხსნა და მისი გადატანა ბარჟაზე ან ისეთ ადგილას, სადაც მისი დაშლა შეიძლება. ადრე ამ სამუშაოს ასობით მუშა და მრავალი ამწე სჭირდებოდა და რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ეხლა კი ეს გემი ამას ერთ მოძრაობაში ასრულებს. ამის შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება ხარჯები, დრო და სირთულე ზღვის პლატფორმების დემონტაჟისას. და ეს გემი მხოლოდ პლატფორმების დემონტაჟს არ ახერხებს. მას ასევე შეუძლია უზარმაზარი ზედაკონსტრუქციების სწორ პოზიციაზე დაყენება. ამიტომ ეს თითქოს უზარმაზარი ამწეა, რომელიც წყალში ცურავს. თუმცა განსხვავება ისაა, რომ მისი ამწეობის უნარი ბევრად აღემატება ნებისმიერ ამწეს, რომელიც ოდესმე ზღვაში აუშენებიათ. სრული დატვირთვისას მას შეუძლია აწიოს 48000 მეტრული ტონა. თუ დაფიქრდებით, ეს თითქმის იმაზეა, თითქოს ერთდროულად 5 ეიფელის კოშკის წონა აწიოს. ეს არის რამ, რაც არც ერთ გემს აქამდე არ გაუკეთებია. ეხლა როგორ ახერხებს ასეთ აწევას, საიდუმლო მის დიზაინშია, მას აქვს სივრცე, ანუ სლოტი გემის ორ კორპუსს შორის. აქ შედის ნავთობის პლატფორმა და გამოიყენება თანამედროვე ჰიდრავლიკა და კომპიუტერით კონტროლირებადი ტენშიონერები. ერთდროულად იგი აწევს უზარმაზარ სტრუქტურას. თუნდაც ტალღები ძლიერი იყოს და სხვა მოშფოთებული, მას შეუძლია სამუშაო შესრულება ერთიანად და სწრაფად. ნომერი 14 TI კლასის სუპერტანკერები, 4 გიგანტური ნავთობის ტანკერია, რომლებიც TI კლასს ეკუთვნის. ესენი არიან TI აფრიკა, TI აზია, TI ევროპა და TI ოკეანია. ისინი აშენდა სამხრეთ კორეაში 2002 და 2003 წლებში. Daewoo Shipbuilding and Marine Engineering-ის მიერ Hellespont გრუპისთვის. თავდაპირველად მათ სხვა სახელები ჰქონდათ Hellespont Alhambra, Hellespont Metropolis, Hellespont Fairfax და Hellespont Tara. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი გაიყიდა და ახალი სახელები დაერქვათ როგორც TI-ის ნაწილი. ეს გემები მიეკუთვნება ულტრადიდი ნავთობის გადამზიდავების კატეგორიას, ანუ ULCC. თითოეული მათგანი 380 მეტრის სიგრძის და 68 მეტრის სიგანისა. მათი წონა, ანუ თვისთამწეობა, აღწევს 451,000 ტონას, ასეთი ზომის გამო. მხოლოდ რამდენიმე პორტს სოფლიოში შეუძლია მათი მიღება. როდესაც ტვირთით სავსეა, მათი წყალში სიღრმე 80 ფუტს აღწევს. ამიტომ ისინი ვერ გადიან სუეცის არხზე ან პანამის არხზე. ამის ნაცვლად ისინი გადიან მთელ ოკეანეებში და მიდიან აზიაში ან ევროპაში პერსიის ყურედან. თითოეულ გემს შეუძლია ერთ რეისზე 3 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის გადატანა. ეს თითქმის უდრის ერთი დღის ნავთობის წარმოებას ისეთ დიდ წარმოებელ ქვეყანაში, როგორიცაა ქუეითი ან არაბთა გაერთიანებული საამიროები. მიუხედავად მათი სიდიდისა, უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილია. თითოეულ გემს ორმაგი კორპუსი აქვს, რათა თავიდან აიცილონ ნავთობის გაჟონვა. მათ ასევე აქვთ ინერტული გაზის სისტემა,
თანამედროვე ნავიგაციის მოწყობილობები და ძლიერი ტუმბოები, რომლებიც მოკლე დროში უამრავი ბარელი ნავთობის გადატუმბას შეძლებენ. ამ გემების ძრავა არის უზარმაზარი დიზელის ძრავა, რომლის სიმძლავრე 50,000 ცხენის ძალას აღემატება. ის ატრიალებს გიგანტურ პროპელერს, რომელიც გემს სავსე მდგომარეობაში დაახლოებით 16 კვანძის სიჩქარეს აძლევს, ხოლო ცარიელი მდგომარეობაში 17 კვანძს. ისინი მხოლოდ ტრანსპორტირებისთვის არ გამოიყენება. როდესაც ნავთობის ფასი მაღალია ან საცავის ობიექტები არ არის საკმარისი, ისინი მნიშვნელოვანი ხდება როგორც მცურავი საცავები. ამიტომ მათგან 3 გადაკეთდა მცურავ საცავად და გადამტვირთავ ერთეულად, ანუ FSO-თ, რომელიც ზღვაში გაჩერებულია, რათა იყოს საცავი და გადატვირთვის სადგური. ნომერი 13, ემა მერსკი. 2006 წელს წარადგინეს ემა მერსკი, გემი, რომელიც ცვლილებების სიმბოლოდ იქცა საზღვაო გადაზიდვებში. გემის სიგრძე თითქმის 397 მეტრია, ხოლო სიგანე 56 მეტრი. მისი წონა 156,000 ტონაზე მეტია და შეუძლია 15,000-ზე მეტი კონტეინერის გადაზიდვა. თუ შოვიდან დააკვირდებით, ის გავს ძალიან მაღალ შენობას, რომელიც ზღვაში ცურავს. რადგან კონტეინერები გემბანზე 8 დონემდეა დაწყობილი და კიდევ ბევრი ქვემოთაც არის მოთავსებული, მას აქვს ძალიან ძლიერი ძრავა, რომელსაც შეუძლია 80,000-ზე მეტი, ანუ 109,000 ცხენის ძალაზე მეტი წარმოქმნა. გემი მოძრაობს 25 კვანძის სიჩქარით, რაც ძალიან სწრაფია ასეთი უზარმაზარი საზღვაო ხომალდისთვის. მას ასევე აქვს სისტემა, რომელიც ძრავის გამონაბოლქვიდან სითბოს იღებს და დამატებით ენერგიად გარდაქმნის. ამის დახმარებით საწვავის მოხმარება 12%-ით ცირდება შედარებით უფრო ძველ გემებთან. როდესაც ტვირთით არის დატვირთული, ის 16 მეტრის სიღრმეზე იძირება. ამიტომ მას სპეციალური და ძლიერი პორტი სჭირდება. მისი გემბანი თითქმის 4 საფეხბურთო მოედნის ზომისაა. კონტეინერების სიდიდის გამო პორტში ადამიანები იყენებენ ლიფტს ან გრძელ კიბეებს, რათა მიაღწიონ დათხოვილი კონტეინერების ქვედა ნაწილებს. ამასობაში, მიუხედავად იმისა, რომ გემი ძალიან დიდია, ეკიპაჟის რაოდენობა მცირეა. ჩვეულებრივ მას მართავს მხოლოდ 13-დან 20-მდე ადამიანი, რაც დამოკიდებულია რეისზე. ეს იმის გამო, რომ მასში დამონტაჟებულია თანამედროვე ავტომატიზაციისა და ნავიგაციის სისტემა. ასევე აქვს აღჭურვილობა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ზღვის საფრთხეების წითხრების წინააღმდეგ. დღეს უკვე არსებობს უფრო დიდი და თანამედროვე გემები, თუმცა მარსკი მაინც დარჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გემად ვაჭრობის ისტორიაში. ნომერი 12. Royal Caribbean-ის Wonder of the Seas წარმოიდგინა გემი, რომელიც შუა ზღვაში მოცურავე ქალაქს გავს. ეს არის Wonder of the Seas, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკრუიზო გემი მსოფლიოში. მისი სიგრძე არის 1185 ფუტი, ხოლო სიგანე 210 ფუტი. მისი წონა დაახლოებით 236,000 გროს ტონაზე მეტია. ამიტომ მას შეუძლია თითქმის 7,000 მგზავრის და 2,300-ზე მეტი ეკიპაჟის გადაყვანა. ერთად რო შევკრიბოთ, ეს იქნება 9,200-ზე მეტი ადამიანი, თითქოს პატარა ქალაქი ზღვაში. ის საფრანგეთში აშენდა და მოგზაურობა 2022 წელს დაიწყო. მას აქვს 18 გემბანის სავსე სხვადასხვა ობიექტები. შიგნით არის 8 ადგილი, თითოეულს თავისი თემა აქვს. ერთ-ერთი მათგანია ცენტრალური პარკი, სადაც 20,000-ზე მეტი მცენარეა. ასევე არის სასეირნო ბულვარი კარუსელით და სასადილოებით. არის სპეციალური ნაწილით, სადაც საკუთარი აუზი და სასადილო ზონაა სპეციალური სტუმრებისთვის. შიგნით თავს ნამდვილად კურორტზე გრძნობ. არის თეატრები, წყლის პარკი, 2 სერფინგის სიმულატორი, ყინულის სრიალის არენა, 10 სართულიანი მშრალი სლაიდი, ლაზერული ტეგი, გაქცევის ოთახი და 20-ზე მეტი რესტორანი და ბარი. როცა შორიდან უყურებ, ზღვის დიდ ქორწილის ტორტს გავს, მაგრამ შიგნით რომ შეხვიდე, თავს მდიდრულ დასასვენებოში გრძნობ. მას ამუშავებს 6 დიდი ძრავა, რომელსაც შეუძლია 96,000 კილოვატზე მეტი ენერგიის გამომუშავება. 3 პროპულსიის ერთეული უბიძგებს გემს, რომ სწორად იმოძრაოს, მიუხედავად იმისა, რამდენად დიდია იგი. მას ასევე აქვს სისტემა, რომელიც იყენებს GPS, რათა დარჩეს ერთ ადგილზე ღუზის გამოყენების გარეშე. ნომერი 11. CMA CGM JAX-SAAD. CMA CGM JAX-SAAD არის უზარმაზარი გემი, რომელიც კონტეინერებს ატარებს. საინტერესო ის არის, რომ ეს გემი არ იყენებს ჩვეულებრივ ზეთს, არამედ გათხევადებულ ბუნებრივ აირს, ანუ LNG-ს. ეს გემი აშენდა 2020 წელს და მას კომპანიის დამფუძნებლის JAX-SAAD-ს სახელი დაარქვეს.
მისი ზომა მართლაც განსაცვიფრებელია. სიგრძე 400 მეტრია, რაც თითქმის 4 საფეხბურთო მოედნის სიგრძეს უდრის. სიგანე 61 მეტრია და წონა 236,000 ტონას აღწევს. მას შეუძლია გადაიტანოს 23,000-ზე მეტი კონტეინერი, რომელსაც TEU-ებად მოიხსენიებენ. უმეტესობა დიდი გემებისა იყენებს მძიმე საწვავ ზეთს ან საზღვაო დიზელს. მაგრამ ამ გემს აქვს სპეციალური ავზი, რომელიც იმდენად ცივია, რომ ტემპერატურა -160 გრადუს ცელსიუსს აღწევს ბუნებრივი აირისთვის. ამიტომ მისი გამონაბოლქვი ბევრად სუფთა. გახდა შესაძლებელი თითქმის 99%-ით შემცირდეს გოგირდის დიოქსიდის, 91%-ით კვამლიდან წამოსული მტვრის და 20%-ით ნახშირორჟანგის დაბინძურება ჩვეულებრივ გემთან შედარებით. ამ გემს აქვს ძრავა, რომელიც მუშაობს როგორც თხევად ბუნებრივ გაზზე, ასევე ჩვეულებრივ ბენზინზე. თუმცა, ძირითადად ის თხევად ბუნებრივ გაზს იყენებს. როდესაც ტვირთი სავსეა, გემი თითქმის 16 მეტრით იძირება წყალში, ამიტომ მას სჭირდება ღრმა პორტებში გაჩერება. რამდენიმე პორტი, მაგალითად როტერდამში, ჰამბურგში და სინგაპურში განახლდა. რათა ზემოდან თუ შეხედავთ, გემი ჰგავს დიდ ლითონის ყუთს, რომელიც სავსეა ათასობით ფერად კონტეინერად, თანაბრად განლაგებული რიგებით. ის თითქმის ისეთივე ფართოა, როგორც ზოგიერთი საკრუიზო გემი. USS Gerald R. Ford არის უზარმაზარი საბრძოლო გემი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ააგო. ეს არის ყველაზე მძიმე და ყველაზე თანამედროვე ავიამზიდი, რომელიც ოდესმე შექმნილა. ოფიციალურად ის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში 2017 წელს შევიდა. მისი წონა თითქმის 100,000 ტონას აღწევს, სიგრძე 327 მეტრზე მეტია, ხოლო ფენის გემბანის სიგანე 78 მეტრია. შედარებისთვის ის ეიფელის კოშკზე უფრო გრძელია და ისეთივე ფართოა, როგორც ოლიმპიური სტადიონი. ეს არის Gerald R. Ford-ის კლასის პირველი გემი, რომელმაც შეცვალა ძველი ნიმიცის კლასი. მისი ზომის გამო მას შეუძლია ბევრი რამ გადაიტანოს. ეს კი 75-ზე მეტ თვითმფრინავს ნიშნავს. აქ შედის F-18 Super Hornet, E-2D Hawkeye, MH-60 ვერტმფრენები და F-35C Lightning TOW. აქ ელექტროენერგიას 2A, 1B ბირთვული რეაქტორი აწვდის. ის თითქმის 3 ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ძველი ავიამზიდები. ამიტომ მას შეუძლია 20 წელზე მეტი იაროს საწვავის შევსების გარეშე. ამავდროულად ის იყენებს 4 ელექტრომაგნიტურ თვითმფრინავების გაშვების სისტემას, ანუ EMALS, თვითმფრინავების ასაფრენად. ეს უფრო თანამედროვეა, ვიდრე ძველი ორთქლის კატაპულტა. მას ასევე აქვს თანამედროვე დამჭერი მოწყობილობა, რომელიც ეხმარება თვითმფრინავებს უსაფრთხოდ დაჯდომაში. აქ ჩადგმულია 23-ზე მეტი ახალი ტექნოლოგია. აქ შედის უფრო თანამედროვე რადარი, ელექტრონული სისტემა და ავტომატიზაცია, რამაც თითქმის 600-ით შეამცირა ეკიპაჟის რაოდენობა წინა ავიამზიდებთან შედარებით. და მიუხედავად იმისა, რომ გემი ძალიან დიდია, ის ისეა დაპროექტებული, რომ იყოს ეფექტური. მას აქვს ორმაგი სიხშირის რადარი, სტელსის ტიპის კორპუსის დიზაინი და უფრო პატარა კუნძულის სტრუქტურა, რათა ფრენის გემბანი უფრო ფართო იყოს. იარაღისა და ნაწილების ასაწევი ლიფტებიც ელექტრომაგნიტურია, ამიტომ ისინი უფრო სწრაფი და გამძლეა. ნომერი 9, ალჰესირასი 2020 წელს. ალჰესირასი ჩაუშვეს. ეს იყო დიდი წარმატების სიმბოლო სამხრეთ კორეის გემჩენებლობის ინდუსტრიისთვის. ეს გემი ძალიან დიდია. მისი სიგრძე თითქმის 400 მეტრია, ანუ 1300 ფუტზე მეტია. ხოლო სიგანე 61 მეტრია, ანუ 200 ფუტი. მას შეუძლია გადაიტანოს 23,964 კონტეინერი, რომელსაც TEU-ს უწოდებენ. მის გაშვების დროს ეს იყო პირველი გემი, რომელმაც გადააჭარბა 23,000 TEU-ს. ის დამზადებულია ოქპოში, სამხრეთ კორეაში, Daewoo Shipbuilding and Marine Engineering-ის მიერ. ეს არის 12 გიგანტური გემიდან ერთ-ერთი, რომლებიც აშენდა სხვადასხვა ქვეყნის მზარდი სავაჭრო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. როდესაც ტვირთით არის სავსე, მისი წონა 228,000 გროს ტონას აჭარბებს. მისი უზარმაზარი ზომის გამო მას სჭირდება 16,5 მეტრი, ანუ 54 ფუტი სიღრმის წყალი. ამასთანავე მას ამოძრავებს ძლიერი ძრავა, რომელიც ეკონომიურია საწვავზე, ის დაპროექტებულია აზიასა და ევროპას შორის შორ მანძილზე მგზავრობისთვის. მისი ჩვეულებრივი სიჩქარეა 22 კვანძი, თუმცა შესაძლებელია შენელებად საწვავის დასაზოგად. მას აქვს ტექნოლოგია, რომელიც ამცირებს კვამს და აკმაყოფილებს 2020 წელს მიღებულ ახალ კანონს გოგირდის ემისიებზე.
გარდა ამისა, HMM ალხესირასის დიზაინი ასევე მორგებულია ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენებასა და გარემოზე ნაკლები ზემოქმედებისათვის. მას აქვს ენერგიის მონიტორინგის სისტემა, ბალასტური წყლის გაწმენდის სისტემა და სპეციალური საღებავი გემის ფსკერზე, რათა ზღვის წყალში უფრო მარტივად იმოძრაოს და საწვავიც დაზოგოს. Number 8 P&O იონა გემი ეკუთვნის P და O კრუიზებს. იგი აშენდა გერმანიაში და დასრულდა 2020 წელს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკრუიზო გემი, რომელიც ბრიტანეთის ბაზრისთვის აშენდა, ამიტომ მართლაც ძალიან დიდი და შთამბეჭდავია. მისი სიგრძე არის 340.5 მეტრი, ანუ თითქმის 1130 ფუტი. ხოლო სიგანე 42 მეტრი, ანუ 138 ფუტი. მისი წონა აღწევს 184,000 გროს ტონას. მას შეუძლია გადაიყვანოს 5200-ზე მეტი მგზავრი და 1800-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი. მას ასევე აქვს 18 გემბანი, რომლებიც სავსეა სხვადასხვა ობიექტებით. იონა მხოლოდ ზომით არ ამაყობს. ის მუშაობს გათხევადებული ბუნებრივი აირით, ანუ LNG-ით, რომელიც უფრო სუფთაა ვიდრე გემის ჩვეულებრივი საწვავი. ამიტომ ის ნაკლებად გამოყოფს კვამს და დაბინძურებას. ასეთი ტიპის საწვავის გამოყენება ნაბიჯია უფრო სუფთა საზღვაო მოგზაურობისკენ. გემის შიგნით თავს ისე იგრძნობ, თითქოს დიდ ქალაქში შედიხარ. არსებობს 30-ზე მეტი რესტორანი და ბარი, 4 საცურავ აუზი, დიდი ატრიუმი ოკეანის ხედით და უნიკალური სკაიდომი. სკაიდომს აქვს დიდი მინის სახურავი. დრისით ეს არის ადგილი აუზში, საცურაოდ, ხოლო ღამით იქცევა სცენად შოუებისთვის. სადაც არის განათება, მუსიკა და ცეკვა. ასევე არის მშვიდი ადგილი, როგორიცაა სპა, მათთვის ვისაც სურს დასვენება, ხოლო მათთვის ვისაც გართობა უყვარს, იქ არის სხვადასხვა რესტორანი და ბარი. ასევე არის ბევრი აიუნიანი კაბინა. ამიტომ უფრო მეტ მგზავრს აქვს საკუთარი ზღვის ხედი თავისი ოთახიდან. MV Black Marlin-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემია მსოფლიოში, რომელსაც უნიკალური დიზაინი აქვს. ეს არის ნახევრად წყალქვეშა მძიმე თვირთამწე გემი, რომელიც შექმნილია უზარმაზარი თვირთეურთების გადასატანად, როგორიცაა ნავთობის პლატფორმები, დიდი სამხედრო გემები და სხვა გემებიც კი. ის პირველად აშენდა 1989 წელს ტაივანში და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გემად, რაც კი ოდესმე შექმნილა. ეს არ გავს ჩვეულებრივ გემს, რადგან მას შეუძლია მთელი გემბნის ჩაძირვა ზღვის ქვეშ. როდესაც ის ჩაიძირება, შეუძლია უზარმაზარი თვირთის განთავსება გემბანზე. შემდეგ კი ისევ ამოდის და შეუძლია აწიოს ის სტრუქტურა, რასაც ატარებს. ამ პროცესს ეწოდება float on, float off სისტემა და სწორედ ამაზეა დამოკიდებული Black Marlin-ის უნიკალური შესაძლებლობა. თუმცა, რაც შეეხება ზომას, ეს გემი მართლაც უზარმაზარია. მისი სიგრძე 217 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე 42 მეტრია. დეკის ფართობი კი 7000 კვადრატულ მეტრზე მეტია. რაც საკმარისია ერთი დიდი ნავთობის პლატფორმის ან რამდენიმე გემის გადასატანად. სრული წონა, რომლის საწევაც მას შეუძლია 57000 მეტრულ ტონაზე მეტია. და მას შეუძლია ტვირთის გადატანა, რომელიც 63000 ტონას აღწევს. Costa Esmeralda უზარმაზარი საკრუიზო გემია, რომელმაც მოგზაურობა 2019 წელს დაიწყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდია მთელ მსოფლიოში და ცნობილია თავისი მდიდრული დიზაინითა და ზომით. მისი სიგრძე 327 მეტრია, ხოლო სიგანე 42 მეტრი. მისი საერთო წონა 185,000 ტონაზე მეტია. მას აქვს 20 სართული, რომელსაც 1000-ობით მგზავრის გადაყვანა შეუძლია. მას შეუძლია 6500-ზე მეტი მგზავრის და 1600-ზე მეტი ეკიპაჟის წევრის გადაყვანა. ამიტომ ეს უკვე გავს მცურავ ქალაქს, რომელსაც საკუთარი საცხოვრებელი, სამუშაო და ინფრასტრუქტურა აქვს. ეს გემი ეკუთვნის ეგრეთ წოდებულ Helios Class, ანუ XL Class, რომელიც აშენებულია განსაკუთრებით დიდი გემებისთვის. გემბნები ფართოა და უამრავ ადამიანს იტევს. ამასობაში Costa Esmeralda-ს შიგნით არის 1550 კაბინა. სამსართულიანი ფართო ატრიუმი, სავაჭრო ცენტრი, წყლის პარკი, რამდენიმე საცურავ აუზი და 260 მეტრი სიგრძის სასეირნო გემბანი. ის ისეა დაპროექტებული, რომ ზღვის კურორტს გავდეს, სადაც მგზავრების გამოცდილება გემზე ყოფნისას ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათი დანიშნულების ადგილები. მას ასევე აქვს საკუთარი Angeun Guata Isa Pakawalangan Gion Psikopatshantongstua და დიზაინი იტალიიდან. ნომერი 5 Globtic Tokyo. საჭიროა ჩვენ ვიგრძნოთ თქვენი ქვეყნის გაძლიერება. თუ არა, ვერ შეიცვლება თქვენი საქმეები.
რაც თქვენ შეგიძლიათ. ამიტომ ერთგული უნდა ვიყოთ, ესეც ის არის. თითქოს ის პატივისცემა, რაც საჭიროა. Bigat na barko na naitayo. Ang Globe TikTok yo ay ginawa sa იშიკავა ჰარიმა ჰევი ინდუსტრიის მიერ კომპანია Globe Tik Tankers-ისთვის ბრიტანეთიდან. მისი სიგრძე 378 მეტრია, ხო სიგანე 68 მეტრი. როდესაც სრულად არის დატვირთული, მას შეუძლია 483,000 ტონა ნავთობის გადატანა. ეს არის უზარმაზარი გემი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ნავთობის გადასატანად ახლო აღმოსავლეთიდან მსოფლიოს დასავლეთ ნაწილში. გემის დიზაინი მარტივია, მაგრამ ძალიან დიდი. განიერ გემბანზე თითქმის 4 მილიონი ბარელი ნავთობისთვის არის ადგილი. ნომერი 4, Harmony of the Seas. Harmony of the Seas ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემია მთელ მსოფლიოში. ის 2016 წელს გაუშვეს. ის ეკუთვნის ეგრეთ წოდებულ Oasis Class, ეს არის დიდი საკრუიზო გემების ჯგუფი, რომლებიც პატარა ქალაქებს გვანან მათი ზომისა და იმ ადამიანების რაოდენობის გამო, ვინც მასზე ეტევა. მისი სიგრძე 362 მეტრია, ანუ 1188 ფუტი. სიგანე კი 66 მეტრია, ანუ 217 ფუტი. როცა პირველად გამოჩნდა, ეს იყო ყველაზე ფართო საკრუიზო გემი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი წონის მიხედვით. მისი საერთო მოცულობა 226,000-ზე მეტი გროს ტონა. მას შეუძლია 6,600-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა. და ყავს 2,300-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი. საერთო ჯამში აქ თითქმის 9,000 ადამიანი ეტევა. ეს უფრო მეტია ვიდრე ზოგიერთი ქალაქის მოსახლეობა. მას აქვს 18 გემბანი, 24 ლიფტი და 2700-ზე მეტი ოთახი, ასევე არის პარკი, სადაც 20,000-ზე მეტი მცენარე. გემის დიზაინი განსაკუთრებულია, რადგან შუაში ფართო ღია სივრცეა. ნომერი 3, Prelude FLNG. არის ერთი გემი, რომელსაც ვერ იფიქრებდი, რომ ადამიანი შექმნიდა. ეს არის Prelude FLNG, ანუ მცურავი თხევადი ბუნებრივი აირის კომპლექსი. ეს მხოლოდ გემი არ არის, არამედ ეს არის ყველაზე დიდი მცურავი სტრუქტურა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მისი სამუშაოა აიღოს გაზი ზღვის ფსკერიდან, გაწმინდოს, თხევად მდგომარეობაში გადაიყვანოს და შემდეგ შეინახოს. ეს გავს გემის ქარხნისა და დიდი საწყობის კომბინაციას, რომელიც ოკეანის შუაგულში მდებარეობს. ის გამოიყენეს 2013 წელს და დასავლეთ ავსტრალიაში 2017 წელს მიიტანეს. Prelude ძალიან დიდია. მისი სიგრძე 488 მეტრია. ხოლო სიგანე 74 მეტრი, როდესაც სავსეა. მისი წონა 600,000 ტონას აღწევს. უკეთვე წარმოიდგინოთ, რომ ის უფრო მძიმეა ვიდრე 6 ნიმიც კლასის ავიამზიდი ერთად აღებული. მიუხედავად ასეთი დიდი წონისა და ზომისა, ის ზღვაში ტივტივებს და შეუძლია იმუშაოს მაშინაც კი, როცა ძლიერი ტალღები და ქარი. Prelude შეიქმნა იმისთვის, რომ აირი მოიპოვოს შორეული ადგილებიდან, სადაც რთული და ძვირია მიწამდე მილსადენის გაყვანა. ის მდებარეობს Browse Basin-ში, თითქმის 400 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით ბრუმისგან, დასავლეთ ავსტრალიაში. ნომერი 2, Boca Vanguard. Boca Vanguard უბრალოდ გემი არ არის. ეს არის უზარმაზარი პლატფორმა, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს სხვა გემები, ნავთობის პლატფორმები და დიდი სტრუქტურები, რომლებიც ჩვეულებრივ მშრალ დოქში არ ეტევა. ეს არის ნახევრად წყალქვეშა მძიმე თვირთმზიდი გემი და ითვლება თავის კლასში ყველაზე დიდად მთელ მსოფლიოში. მისი სიგრძე 275 მეტრია, ხოლო სიგანე 70 მეტრი. გემბანი ძალიან ფართოა. ძალიან ფართო. მასზე შეიძლება ძალიან დიდი ნივთების დატვირთვა. მისი განსაკუთრებული უნარია მთელი გემბანის წყლის ქვეშ ჩაძირვა. როდესაც თვირთის ჩატვირთვა ხდება, ბალასტის ავზები წყლით ივსება, რათა გემბანი ჩაიძიროს. შემდეგ ის პოზიციონირდება მცურავი გემის ან ნავთობის პლატფორმის ქვემოთ. როდესაც პოზიცია სწორია, ბალასტიდან წყალს გამოუშვებენ და გემბანი ნელ-ნელა ამოიწევს თვირთთან ერთად. ამის გამო ამ პროცესისთვის აღარ არის საჭირო ამწე ან სხვა მძიმე ტექნიკა. ეს აშენდა Hyundai Heavy Industries-ის მიერ. იგი აშენდა და დაშვებული იქნა 2012 წელს, სახელით Dockwise Vanguard. თუმცა ერთი წლის შემდეგ მისი სახელი შეიცვალა და გახდა Boca Vanguard. Kia გემბანის ზომა თითქმის 20,000 კვადრატული მეტრია. მას შეუძლია გადაიტანოს 100,000 მეტრიკულ ტონამდე. მიუხედავად ასეთი სიდიდისა, მას მაინც შეუძლია მიაღწიოს 14 კვანძის, ანუ თითქმის 16 მილის საათში სიჩქარეს. მას ასევე აქვს სისტემა, რომ დარჩეს ერთ ადგილზე, თუნდაც ზღვის შუაგულში. ნომერი 1, Valimax-ის მადნის გადამზიდები. Valimax-ის მადნის გადამზიდები აშენდა იმისთვის, რომ ბრაზილიიდან რკინის მადანი გადაიტანოს აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ეს გემები ეკუთვნის და იმართება კომპანია Walsas მიერ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამთო კომპანიაა.
თითოეულ მათგანს შეუძლია თითქმის 400,000 ტონა ტვირთის გადატანა. ამიტომ ისინი ითვლებიან მსოფლიოში ყველაზე დიდ ნაყარი ტვირთის გადამზიდავებად. ზომისა და შესაძლებლობების გამო ისინი უფრო ეფექტურად გამოიყენებიან შორ მანძილზე მგზავრობისას, ვიდრე უფრო პატარა გემები. ვალიმაქსს პირველად 2011 წელს გაეშვა გემით ვალბრასი. შემდეგ წლებში კიდევ ბევრი გემი დაემატა, სანამ ვალიმაქსის კლასის გემების რაოდენობა თითქმის 70-მდე გაიზარდა. მისი წარმოება განხორციელდა სხვადასხვა გემჩენებელ ქარხნებში ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. ამ გემების დიზაინი და აგება მიზნად ისახავდა უფრო დიდი ტევადობისა და უფრო ხანგრძლივი ოპერაციების უზრუნველყოფას, ისე რომ ხშირი რეისები არ დასჭირვებოდათ. თითოეული ვალიმაქსის სიგრძე დაახლოებით 360 მეტრია, ხოლო სიგანე 65 მეტრი. მას აქვს 7 სატვირთო ტრიუმი, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი რაოდენობის რკინის მადნის გადაზიდვა. და მისი სიჩქარეა 50 კვანძი. ის მუშაობს ძალიან ძლიერი დაბალბრუნვიანი დიზელის ძრავებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გემის მოძრაობას. მიუხედავად მისი ზომისა, თითო ტონაზე ნახშირორჟანგის ემისია უფრო დაბალია, რადგან მათი დიზაინი უფრო ეფექტურია.